오케이. 딱 დღეს არის საბა, როგორც შეიცი, ხელფასების დღე და შენ ამ თვეს ძალიან კარგად აკეთებდი შენ სამუშაოს, მაგიტომ მე კიდე შენ გამოგიწერე პრემია 1 სტაკი და 32 ისოვედი, მაგიტომ შენი ხელფასი ახლა არის 2 სტაკი და 32 ისოვედი. შეგიძლია აიღო, აი მაგიდასა ნომარის 5. ვაუ, მართლა? მადლობა დიდი მერო. გაგიჟება. დაქს, ოკეი, დაქს, მერო დიდი მადლობა. დაქ, მეგობრებო, მოგესალმებით. თქვენთან მეორე საბა და არხიკაბაში 803. მადლობა დიდი მერო. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, შეხედეთ, რამხელა ხელფასი გამომიწერა დღეს მერმა. უბრალოდ მეგობრებო, აი სიტყვები არ მაქვს. დაქ, შეხედეთ მეგობრებო, აქ ჯერ კიდე ნაძვი არ მოვაშოეთ, ვინაიდან ჯერჯერობით იყოს ერთ 10 იანვრამდე მაინც იქნება და ჩემი შეხედეთ მეგობრებო 2026 მაგარი ჩემი ნაწერი მოკეთ. მე პრინციპში მეგობრებო მაქვს უკვე იდეა სად უნდა დავხარჯო ეს ფული. დაკ ნახევარ სასაკველია სახლის გადახდაში, ასე ვთქვათ, ეს სახლის გადახდა ღირს 16 სუმრუდი, შემდეგ კიდე ერთ 32 სუმრუდს დავხარჯო რაღაც გემრიელ საკვებებზე და კიდე 32 სუმრუდს ამე კარგ ტანსაცმელზე და ასე შემდეგ და კიდე გამოის რამდენი დამრჩება. ეს კიდე უნდა დავითვალო. ნუ 1.16 სუმრუდი მაინც მინდა დავიტოვო, ასე ვთქვათ, შავი დღისათვის. Так, стоп, მეგობრებო, ვიღაცა მიერეკავს. ნუ მეგობრებო, შეხედეთ, ფერმერი შიწილნიკია. Так, ალო ფერმერი შიწილნიკო, გამარჯობა, როგორ ხარ? საბა, შეგიძლია მოხვიდეთ შეიძლება ჩემს სახლთან? ოკეი, კაი, მოვდივარ. Так, მეგობრებო, რაღაც ვერ ვიგებ. რაღაც კაი, პრინციპში მივიდეთ. Так, ფერმერი შიწილნიკო, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, საბა, შენ მოკეთ გილოცავ დამნექ უკვე ახალ წელს და მოკეთ მე შენთვის მაქვს ძალიან მაგარი იდეა. შეხედე მოკლედ. მე და მინახო შენს გაუწევს ძალიან მოსწონთ ვიდეოები ჩემთან ერთად. და დღეს მოკეთ მე მინდა გაგყიდო ძალიან მაგარი რამ. ეს არ არის უბრალოდ 5 ან რამე ასეთი, ეს არის ნამდვილი სახლი. ნუ უბრალოდ მიტოვებული სახლი, რომელიც მე ვნახე კიდე ერთი კვირის წინ. მოკლედ რო გითხრა, მაგ სახლში მე ჯერ კიდე მე თვითონაც არ ვიცი რა არის განლაგებული მაგ სახლში. მე უბრალოდ ვნახე ოთახები, მეტი არაფერი და ყუთებშიც კი არ ვიცი რა დევს. მოკლედ მე მინდა შენ გაყიდო ეგ სახლი 2 სტაკის უბრალოდ. ეგ სახლი ცოტა შორს არის, მაგრამ არა უშავს, პრინციპში ფეხით მალე მივალთ. დაქს, ოკეი, რაღაც ძალიან ადრე, რაღაც ძალიან არ ვიცი. დაქს, ოკეი, ფერმერი შიწილნიკო. 2 სტაკ ისუმრუდად. სახლი? მეგობრებო, აი არ ვიცი. დაქ, ფერმერი შიწილნიკო, ოკეი, ახლა მოვალ უბრალოდ უნდა ცოტა ხანი უნდა ვიფიქრო. ნუ რა მეგობრებო, ახლა რა ვქნა, აბა ვიყიდო? 2 სტაკი ისუმრუდი მეგობრებო, გამოის მე მეყოფა მხოლოდ იმისათვის, რომ სახლის ის გადავიხადო, ანუ ერთი თვის სახლის ფული რო გადავიხადო და მხოლოდ ნუ რამე პატარა საჭმელზე. კაი, ოკეი. კაი, მოდით მეგობრებო, დავთანხმდეთ, ფერმერი შიწილნიკო იცის თავისი საქმე. კაი, ფერმერი შიწილნიკო. მე, ასე ვთქვათ, უარზე არ ვარ. მაჩვენე ეგ სახე და გადაგიხდი 2 სტაკის უმოც. დაქს, ოკეი, საბა, მაშინ ახლა წამოვყევი მე და თუ გინდა რამეები აიღე. Так, ოკეი, კაი, მე მაშინ ახლა გავემზადები და გამოვალ შენთან ერთად. ფერმერო, ერთს დამელოდე, შენ რაღაც ძალიან სწრაფად მიდიხარ. მე ცოტა გაგიჟება. მე ამაზე უნდა გადავიხადო 2 სტაკი ისუმრუდი. აქ სტოპ მეგობრებო. ერთუց. Так, ფერმერი შიწილნიკო, მოგეთ მე უკვე მოვედი აქა და ამიხსენი და ჯერზეც რა განლაგებაშია ეს სახლი და მეორე ერთი 2 სტაკის სუმრუდად რატო ყიდი ამ განადგურებული სახლია ნამდვილი. მოგეთ საბა, მეც არ ვიცი, შესაძლებელია მან კარგი ნივთები მოგეთ შეხედე ამ სახლს, იმიტომ ყიდი ასე ძვირად, ვინაიდან მე თვითონ ვიყიდე ეს სახლი 1 სტაკ და 32 ისუმრუდად.
პატრონებმა მოკეთ ამ სახლის წარსულმა პატრონებმა მე მითხრეს რომ მოკეთ ამ სახლში დარჩა რაღაც კარგი ნივთები და ძალიან კარგი და მაგიტომ მეთქი მე გავყიდი 2 სტაკის რომ რაღაცნაირად მაინც ის 1 სტაკი და 32 ისურვდი ასე ვთქვათ დავიტოვო ჩემში ტაქს ნუ კაი პრინციპში აი იმედია ფრენში წინკო მართლა იქ რაღაც კარგი იქნება ნუ კაი გაძლევა აჰა ის 1 სტაკი და აი ეს 2 სტაკი აჰა აიღე всё ეს სახლი უკვე შენია კაი ფერმეროში წინიკო ოკეი ტაქს მეგობრებო აი შეხედეთ ახლა მე უბრალოდ ვათვალიერებ აქეთ იქით დავდივარ ამ სახლის წინ და გაგიჟება მეგობრებო შეხედეთ რა ცუდ მდგომარეობაში ღმერთო ჩემო და ახლა რო შევიდე ან ძირს არ ჩავარდები ან არ ვიცი ან საფურავი თავზე ხომ არ დამებრეხება რაღაც მეგობრებო ცოტა საშინელება მაგრამ იქ რაღაცებს ხედავ და ოკეი რას ხედავ ახლა გარედან აი ოკეი გარედან არაფერს არ ხედავ მხოლოდ აი კარებიც არ აქვს მეგობრებო შეხედეთ როგორ უნდა შევიდე მოით მეგობრებო გავხდეთ ეს მიწა და აჰა так რას ხედავ აჰა სახურავი რომელიც თითქმის არც კი აქვს დამტვრეული შუშები კედლის ნახევარი საერთოდ არ არის და იატაკი სუნთლიანად უკვე მალე ჩავარდება მგონი მეგობრებო და ოკეი ეს რა არის ეს პირველი ოთახია და როგორც მეგობრებო მე მივხვდი ეს ღმერთო ჩემო საპირფარეშო ნეტავი აქ ღმერთო ჩემო კიდე так სტოპ ეს რა არის так მეგობრებო უე ეს მეგობრებო თვითონ უნიტაზია ფუ აქ აღარ შევა და რას ხედავ კიდე აჰა ეს რა არის მეგობრებო და საწოლი წმტოლიანია შუშები მეგობრებო სულ განადგურებული ნუ აქ მეგობრებო სახურავი მაინცაა მაგრამ სახურავსაც კი ვერ დაუძახებ ოკეი ამ ყუთში რა დევს так მეგობრებო სტოპ რაღაცებს ხედავ ნუ მეგობრებო 6 ალმასი და 8 ისუმრუდი так მეგობრებო ეს არის სადღაც არ ვიცი 5% იმისა რაც გადავუხადე ამ ფერმერში წელნიქს так პეჩენიებ так სტოპ მეგობრებო არა так მეგობრებო ეს პეჩენიები დავაშლი ვისო აქედან იმიტომ მეგობრებო ძალიანაც და ცუდი სუნი აქვს ან ჭირდება მადლობა დიდი ახლა შესაძლებელია კიდე არ ვიცი ცუდად გავხდი ამას თუ შევჭამ არა ვინ იცის აქ რამდენი ხანია так მეგობრებო წავიდა უკვე რაღაც საინტერესო так მოით მეგობრებო აბა ვისწავლოთ სადმე აი так მეგობრებო აქ სადმე არ არის ხვარი ან არ ვიცი ან ღორები არ არიან აქა ნუ ხო უნდა იყვნენ არა აი ხა სადღაც მოით მეგობრებო მეგობრებო ნუ პრინციპში მაგრამ მეგობრებო ჩანდება ეს ხირი სულ 2 ისუმრუდი და მე გადავიხადე 2 სტაკი ისუმრუდი მეგობრებო так ოკეი იმ ყუთში კიდე რაღაცეები იდო აჰა რკინის ხმალი და მე რის ხმალი მაქვს მე მაქვს ალმასის ხმალი მაგარია ოკეი так ოპა მეგობრებო ეს კი მეგობრებო ზამთარია ძალიან ცივა და ეს დამჭირდება так ну ამ ყუთში მეგობრებო პრინციპში აღარაფერი არ არის და ამ საწოლს 2 რკინითაც ვერ გავყიდი ამ საწოლს მართლა გეუბნებით მეგობრებო აი ამ სახლს მეგობრებო ვერ გავყიდი 20 ისუმრუდაცაც ну მაქსიმუმ 10 ისუმრუდაც так მეგობრებო აჰა სამზარეულო მაცივაში არაფერი არ არის აჰა გასაგებია ფეჩიც არაფერი და ონკანი წყლის გარეშე ოკეი და ყუთი მეგობრებო ფუ სადაც ეს საჭმელი დევს ну მეგობრებო პრინციპში всё ამით დამთავრდა ყველაფერი так მუსტო მეგობრებო იქ ხედავთ რაღაცას ოპა რა დავინახე ხო так სტოპ მეგობრებო იქ რაღაც საწყობია მეგობრებო შეიძლება იყოს საწყობი საჭმლების ხო იცი ეს საჭმლების საწყობი მოით მეგობრებო ახლა ეს ყუთი გადავდოთ სადმე აჰა так стоп ყუთი ხო მომივარდა так ყუთი მოით მეგობრებო აქ გადავდოთ აქ გონი მეგობრებო იცით რა არის აქ გონი იქნება საწყობი საჭმლების და ასეთი რაღაცების გაგიჟება მეგობრებო так стоп მეგობრებო ეს დაწყნარდი საბა დაწყნარდი როგორ უნდა დავწყნარდი ეს მეგობრებო ეს არის ჩემი წლიური 1 წლის სამუშაოს ხელფასი მეგობრებო
გაგიჟება. Так, ფერმერო ჟიტენიკო, გთხოვ თუ უყურებ ამ ვიდეოს, არაფერს არ მოგცემ მარტო, იმიტომ მეგობრებო, თუ ეხლა ეს ფერმერო ჟიტენიკი დაინახავს ამ ვიდეოს, როგორც მინიმუმ აი მომთხოვს 50%-ს მეგობრებო. მეგობრებო, შეხეთ ეს საწყობი გამოდის ამ ფერმერო ჟიტენიკმა არც კი იცოდა რომ აქ ეს საწყობია, თორე არ ვიცი გამყიდი და ამ სახს 10 საკის უმრუდად მეგობრებო. გაგიჟება. Так, stop მეგობრებო, ეს ყველაფერი ახლა უნდა ავიღო. ნუ ასე ყველაფერს ვერ ავიღებ. ჯერ ეს უნდა გადავიტანო ჩემს საფელში და მე ეს წოდანა ჭიჭყად მეგობრებო. დაუმთავრებელი რაოდენობა ისუმრუდებისა და ალმასების. გაგიჟება. ისუმრუდების ბლოკი და ალმასის ბლოკები. Так, ფერმერო ჟიტენიკო, გთხოვ თუ უყურებ ამ ვიდეოს, შენ თვითონ გამიყიდე ეს სახლი 2 სტაკ ისუმრუდად. ჩემი ბრალი აქ არაფერი არ არის. მეგობრებო, არა. ამ სტაკს მე არავის არ გავყიდი. მეგობრებო, წარმოიდგეთ, გაგიჟება. ეს მეგობრებო რა არის? აჰა, მთლიანი ინვენტარი აი შეხედეთ უბრალოდ. მილიონერი ვარ მეგობრებო, შეიძლება ვთქვათ. 2 სტაკის უნდა ვიყიდე ეს სახლი ფერმერ ჟიტენიკისაგან და არც კი ვიცოდი რა არის აქ შიგნით. მგონი აი ჟიტენიკმა 100%-იანი არ იცოდა რომ ამ სახლის შიგნით არის ასეთი სარდაფი. Так, მეგობრებო, კაი, მე ახლა წავალ ჩემს საფელში. ამ ყველაფერს გადავიტან, სეკველი უფრო კარგი ახლა ფერმერ ჟიტენიკთან 1-3 დღე არ ვიკონტაქტო. ასე თქვა რომ არ ნახოს ეს ვიდეო. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც უყურა ეს ვიდეო ბოლომდე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დალაიქეთ. და მე კიდე მეგობრებო, ახლა წავედი ეს სუმრუდები უნდა გადავიტანო ნახვამდის.